მოდი ახლა გავიხილოთ მესამე ამოცანა, ამავე მეორე ვარიანტისა. ტელევიზორის ფასი ჯერ 20%-ით შემცირდა, ხოლო შემდეგ კი 10%-ით შემცირდა. სულ რამდენი პროცენტით შემცირდა ტელევიზორის ფასი? ეს ამოცანა უკვე მოითხოვს აბიტურიენტებისგან პროცენტებზე მუშაობას და დღეს ალბათ სამწუხაროდ უმეტესობას აბიტურიენტების მათემატიკაში პროცენტებზე მუშაობის დროს საკმაოდ ჩივიან, რომ არის რთული საკითხი, მაგრამ და რომ დაგახსნათ, რომ აქ ესე თუ ნამდვილად არაფერი არ არის. წარმოვიდგინოთ, რომ ყოველთვის ჩათვალეთ, რომ რაც პრაქტიკულ მაგალითზე განიხილეთ ისა თუ ის ამოცანა და თქვენ მიდიხართ მაღაზიაში და თქვენ იძენთ ტელევიზორს, რომელსაც აქვს რაღაცა 1000 ლარი პირობითად 2000 ლარი და აი თქვენ როგორც თქვენეული ცხოვრებისეული მაგალითი ისე შეხედეთ და დამიჯერეთ ამოცანა უფრო მეტად იქნება და გახდება მარტივი. მე შემოგთავაზებ ძალიან მარტივ გზას, როგორც შეიძლება ამოვხსნათ ეს ამოცანა. ზოგადად 100% რაიმე პროდუქტისა, რაიმე ნივთისა არის თავად ეს ღირებულება. აი თუ კი ჩანთა 100 ლარი ღირს, 100% იქნება თავად ეს ჩანთა. აი ჩათვალოთ, რომ არის თავისი სისავსი, თავისი ყველა უპირატესობით ეს ჩანთა ღირს 100 ლარი და 100% იქნება თითოეული ესეთი 100 ლარი ერთი სიტყვით. ტელევიზორის ფასი თუ ჯერ 20%-ით შემცირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითისთვის თუ კი ის 1000 ლარი ღირდა, 20% ჩამოაკლდა მას. 100% რომ ჩამოკლებულიყო, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ უფასოდ გაიყიდებოდა, ხო მართალია, მაგრამ 20%-ით, ანუ 20 მიასედი ნაწილით, ანუ თავისი 100, ნახეთ, ყოველთვის ეს პროცენტი გულისხმობს რაღაცის 100 პროპორციულ ნაწილად დაყოფას. ნებისმიერ x რიცხვი 1000 იქნება თუ 2000 იყოფა 100 პროპორციულ ნაწილად. ხაჭაპურის მაგალითი რო ავიღოთ, იყოფა ასევე იგი 100 ნაწილად. და 20% ამას ამბობს, რომ ამ 100-დან 20% აიღეს. და შემდეგ რადგან იკვეცება 100 და 20, ღებულობთ 1/5 ოდენობის წილობრივ ნაწილს. კარგი, რაც შეეხება ამოხსნას ამოცანისა, x-ით აღნიშნეთ ტელევიზორი და 20%-იანი ჩამოფასება, 20%-იანი ასე თქვათ კლება აისახება, რომ თავის, ანუ x-ის 20 მიასედი ნაწილი გამოაკლდებოდა მას და დარჩება x-ის, შემდეგ უკვე ყველაფერი, როგორც ხედავთ, დამოკიდებულია აპლიკანტის ცოდნაზე თუ რაოდენ ფლობს იგი მოქმედებების, ასე ვთქვათ, ოპერაციების ცოდნას და ნამდვილად აქ x გამოაკლდებოდა 20x მიასედი, იგივე 1/5 x-ი და დაგვრჩება 4x მეხუთედი. ანუ პირველი ფასდაკლების შედეგად მთლიანად დარჩა 4x მეხუთედი რაღაც ფასის, რომელიც ჩვენ არ ვიცით და არც მოგვეთხოვება. შემდგომ უკვე 10% და არა x-დან 10%-ს, არამედ 4x მეხუთედიდან ვანგარიშობთ, ასე ვთქვათ, და უნდა გამოვთვალოთ, იმიტომ რომ ეს უკვე x უკვე ძველი ფასია ჩვენ მაინტერესებს, შემდგომში განახლების შემდეგ კიდე 10%-ით შემცირდა, ანუ 4x მეხუთედის 10%-ით კლებას, ასე ვთქვათ, კლება შემოყავს აი ამ ამოცანაში, რის გამოც თავის მიათედზე უნდა გამრავლდეს. ნახეთ, აქ საინტერესო და ერთი მომენტის გააზრება მნიშვნელოვანი, რომ როდესაც მე რაღაცის x%-ს უნდა, ასე ვთქვათ, გამოვითვალო, ყოველთვის ეს ნებისმიერ რაოდენობრივობა უნდა შეეფართოს 100 და გაიყოს 100 ტოლ ნაწილად და გამრავლდეს მოცემულ x%-ზე.
ამჯერად 4x მეხუთეც გამოვარდება 4x მეხუთედის მეთედი ნაწილი და დამრჩება 36x 50. წინადის თვისებიდან გამომდინარე, თუ კი რიცხვოსა და ნიშნულსა და იმავე რიცხვზე გავამრავლებთ, გამოვა რომ საბოლოო პასუხი 72x 100-ია. და ჩვენ გვაქვს შედარების შესაძლებლობა, რომ რაღაცა იყო x ფასი და ეხლა იგი წარმოადგენს 72x 100-ს. აქ უკვე ცალსახად ჩანს, რომ თუ გქონდა x-ი ფასი, ეხლა მისი ფასი 72%-ია. ასე რომ პასუხი ამ შემთხვევაში იქნება b 28%, რადგან ნებისმიერი ფასის პირობებში x-იდან რჩება 72 წილი აი ამ ძველი ფასის. პასუხი არის b 28%.